როგორ ექცევა სინამდვილეში რეჟიმი ქალებს, როგორც აქციაზე, ასევე აქციაში მონაწილე ადამიანებს. კრაპკოფის მფლობელებზე ქრისტი პირველსა და ბარბარე როკიტაზე თავდამსხმელი სასამართლომ დღეს 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამირან მასპინძელაშვილს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით ჩადენილ დანაშაულს, ანუ ძალადობას ედავებოდა, თუმცა აქტივისტ ახალგაზრდა გოგონებზე თავდამსხმელის გარეთ გამოშვება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა. როგორც ჩანს, ნორმად მიიჩნია იმ ქვეყანაში, სადაც მზია ამაღლობელ 7 წლით ციხეში გაშვებას დგებუაძის აწითლებული ლოყის გამო უპირებენ. მასპინძელაშვილი მან გირაოს სანაცვლოდ გაუშვა. სწორედ ქრისტი პირველი გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. ქრისტი, მოგესალმებით. მადლობა ჩართვისთვის. პირველ რიგში გკითხავთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე ბარბარეზე, როგორ გრძნობთ თავს ორივეს და გკითხავთ აუცილებლად მოსამართლის აი ამ გადაწყვეტილებაზე, როდესაც მოძალადი აი ამ ქვეყანაში, სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანები როგორ ყავთ ციხეში გამოკეტილი და ადამიანი, რომელიც კამერების წინ ძალადობს, ქალებზე მათ შორის გამოუშვეს დღეს 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ. მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა რომ მივულოცოთ დღევანდელი დღე ქართველ მებრძოლ ქალებს. და მინდა პირველ რიგში მზია ამაღლობელს მივულოცო, შემდეგ პატიმრების დედებს, ჩემი სოლიდარობა მათ ყველას. რაც შეეხება ჩვენს საქმეს, თავს ეხა მე შედარებით უკეთ ვგრძნობ, მაგრამ ბარბარეს დღეს კიდე ტვინის შერყევაც აღმოაჩნდა და წლის რეჟიმს. და რაც შეეხება იმას გადაწყვეტილებას, ჩვენ წინასწარვე ესე ველოდით, რომ ესე იქნებოდა. დღევანდელი რეალობა ესეთია, რომ მოძალადეები სამწუხაროდ ესე 3000 ლარიანი გირაოთი შეიძლება გაათავისუფლონ. როცა უბრალოდ რუსთაველზე როცა დგახარ, მაგის გამო შეიძლება 5000 ლარიანი ჯარიმა. და გამოგიწერონ. და საგულისხმოა ისიც, რომ მოსამართლე იგივე მოსამართლეა, რომელიც სწორედაც რომ რეჟიმის ტყვე ახალგაზრდების საქმეებსაც იხილავს ხოლმე და იქ სრულიად რადიკალური და უფრო ესეთი მკაცრი გადაწყვეტილებების მიმღებია ის. ასეთი რამ მინდა გკითხოთ, ეს ადამიანი თავდამსხმელი, რამდენადაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, იმ უბანშივე ცხოვრობს, სადაც თქვენ. ხომ არ ქონდა რაიმე ინციდენტს ადგილი კიდევ მას შემდეგ, რაც ის უკვე თავისუფალია. შეიძლება არა მისი მხრიდან, მაგრამ რაიმე ინციდენტი ხომ არ მომხდარა იმის შემდეგ, რაც ის თავდასხმა მოხდა, რაც იცის უკვე საზოგადოება. რაღაც სახის მუქარა იყო, მაგრამ არ ვიცით, ჯერ ვარკვევთ, ვერ უკავშირებთ ზუსტად ამ საკითხს და ამიტომ მიჭირს. რა ტიპის მუქარაზე საუბრობთ, თუ შეგიძლიათ უფრო მეტი გითხრათ? ჯერჯერობით მაინც მირჩევნია, რომ არ გავაჟღერო. მაინც უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობ თავს. კი ბატონო, ხო ეს არის მნიშვნელოვანი, რამდენად უსაფრთხოდ ხართ. დიახ. გულწრფელად გეტყვით, რომ ან მართლა გვეშინია, არ ვიცით რამდენად არის ის ჩვენი უსაფრთხოების გარანტია, რომ შემაკავებელი ორდერი აქვს ამ პიროვნებას. დიახ. და ამიტომ ვცდილობ მაქსიმალურად ცოტა ვისაუბრო ამ თემასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ არ ვიცი რა იქნება ხვალ დღეს ღამით, რა ვიცი, სახლში რო წავალ. შესაბამისად ვერაფერს ვერ გეუბნებით. ხო, თუმცა გვეუბნებით ყველაზე მნიშვნელოვანს, რომ თქვენი და თქვენი მეგობრის უსაფრთხოება არ არის დაცული და თქვენ განიცდით შიშს, რომ შესაძლოა გახდეთ მსხვერპლი ფიზიკური თუ სიტყვიერი თავდასხმის. რა თქმა უნდა. ისეთ რეალობაში ცხოვრობთ, რომ გასაკვირი აღარაფერი აღარ მიკვირს მე პირადად. ხო, მით უმეტეს, რომ აი დღევანდელ სასამართლო პროცესზე მაყურებელს მინდა ვუთხრა კიდევ ერთხელ, თქვენ კი გეცოდინებათ აუცილებლად, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, აი რითი ხელმძღვანელა მოსამართლემ, როდესაც ის გაუშვა პატიმრობიდან და შეუფარდა მხოლოდ 3000 ლარიანი გირაო. ემოციური ფონით ახსნაო, მან აღიარა დანაშაული და ემოციური ფონით ახსნაო, აი ეს თავდასხმა თქვენზე, როცა ერთს მე მგონი ქვედაყბაზე
გქონდათ პრობლემა და აგერ გავიგეთ რომ თურმე ბარბარეს ტვინის შერყევაც კი აქვს ისეთი მძიმე დაზიანებები მოგაყენათ და თქვა რომ თურმეო 18 წლის არის თუ არ ვცდები აი ეს თავდამსხმელი და ეს 18 წლის ბიჭი 5 სულს ინახავსო და-ძმას, დედას და ბებიას და ბაბუასო და ამით იხემძღვანელა თითქოს მოსამართლემ და ამიტომ გამოუშავა. აი ეს არგუმენტები არის სარწმუნო და მისაღები. უნდა დაიჯეროს საზოგადოებამ რომ ეს არის მოტივი და არგუმენტები. კიდევ ერთ დავამატებ, ჩვენთვის როგორც არის ცნობილი, ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. ესე გვიწყდეს ყოველ შემთხვევაში ჩვენ. რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს არ ვიცი. კიდე ერთი ის ამბავი რომ ჩვენთვის ცნობილია რომ არ არის ჩვენი უბნელი, თუმცა ჩვენივე მეშვეობით ჩვენ გამოვკითხეთ იქ მეზობლები და უმეტესობა გვიდასტურებს რომ ყავს ეს პიროვნება ნანახი ძალიან ხშირად. ასევე მის სოციალურ ქსელებში გადაღებული ფოტოები არის თითქმის ყველა ფოტო არის ჩვენთან ჩვენი კორპუსის მიმდებარედ. შესაბამისად მგონია რომ ჩვენი მეზობელია. დანამდვილები ყველაფერს ვამბობ. დიახ, ქრისტი, თქვენ აღნიშნეთ, რომ იყო გარკვეული ტიპის მუქარა, რომლის დეტალებზე ჯერჯერობით საუბარი არ გსურთ, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ეს მოძალადე არის ამ დროისთვის თავისუფალი, რასაკვირველია, გამორიცხული არაფერი არ არის და სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოდ და დაცულად თავს უკვე ვერავინ ვერ გრძნობთ, მით უმეტეს თქვენ, რომელიც გახდით ამ ძალადობის მსხვერპლი და მე ვიცი, რომ არსებობს კადრებიც, როგორ მოხდა ეს თავდასხმა და რა მოხდება ამის შემდეგ, ანუ აი რას აპირებთ ახლა და მათ შორის აი ამ აქტივიზმის მიმართულებითაც რაც თქვენივე ვარაუდით, როგორც თავიდანვე ითქვა, გახდა კიდეც ამ თავდასხმის საფუძველი. მაყურებელს კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც აი ამ აქციის მონაწილეებს მუდმივად ამარაგებთ ხოლმე ცხელი ყავა, ჩაი და ეს ცხელისა. თქვენებურად მოკლედ ეხმარებით ამ პროტესტს, რაც შეგიძლიათ და ყველა ამას აკეთებს პრინციპში, რაც შეუძლია. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო სრულიად უცნობ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად მზად არიან, რომ ჩვენს უსაფრთხოებაზე იზრუნონ, სახლამდე მიგვაცილონ, სახლიდან მერე მოგვიყვანონ რუსთაველზე. ყველას ძალიან დიდი მადლობა. ბევრ ამ ადამიანს აქამდე არც ვიცნობდით. ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ახლაც, ანუ ახლა ვიმყოფები კაფეში. უკვე მზად გვაქვს ყველაფერი, ველოდებით აქციის მონაწილეებს. ერთადერთი დღე იყო როცა ეს ყველაფერი არ ყოფილა იმ დღეს როცა ინციდენტი მოხდა, იმიტომ რომ ჩვენც და ყველანი ვიყავით განყოფილებას ჯერ საავადმყოფოში, შემდეგ განყოფილებაში. იმის შემდეგი დღე ჩვენ ვერ მოახერხეთ გამოსვლა, მაგრამ ჩვენს მეგობრებს არ შეუწყვეტიათ და ჩვენს გარეშე აგრძელებდნენ მოხალისეობრივ საქმიანობას და დიდი მადლობა მათ ამისთვის. მადლობა თქვენ აი ამ შეუპოვრობისთვის, სიტყვებისთვის, რომელიც როგორც წესი გადამდებია ხოლმე და თუ კი ვინმეს შიში უჩდება რეჟიმთან უსამართლო ბრძოლაში, სწორედ აი ესეთი შემთხვევები, რომელიც თქვენ შეგემთხვათ და ის სიძლიერე, რომელიც გაქვთ და არ დაკარგეთ, არის ხოლმე გადამდები. მადლობა კიდევ ერთხელ გისურვებთ. მადლობა, ჯანმრთელობა თქვენს და ბარბარესაც და წარმატება და უსაფრთხოდ ყოფნა, რაც ყველაზე მთავარია და რის იმედიც ყველაზე ნაკლებად გვაქვს სამწუხაროდ მოცემულ სიტუაციაში, მაგრამ თავს გაუფრთხილდით და იყავით უსაფრთხოდ და ჯანმრთელად. დიდი მადლობა თქვენ ყველას.